არაფერი არ შეგვიძლია მოგვამზადოს იმისთვის, რომ გაუნკლავდეთ ასეთ გამოწვევასა და ტრაგედიას, როდესაც შვილი გიტაცებენ. ებრაელი ხალხის განმასხვავებელი თვისება სხვა ყველა თვისებაზე მეტად არის იმედი. ჩვენ არასოდეს დაგვიკარგავს იმედი. ჩვენ გვაქვს ანტისემიტიზმის ახალი ფორმა, რომელიც ებრაული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგობას გულისხმობს. უძლურ ებრაელებს ვიტანთ, მაგრამ ძლიერ ებრაელებს ვერ ვიტანთ. რაბი დორნ პერეზი არის მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის პრეზიდენტი და მიზრახის მსოფლიო მოცლი მოძრაობის აღმასრულებელი თავმჯდომარე. მან გააკეთა ალია სამხრეთ აფრიკიდან და ცხოვრობს იად ბინიამინში თავის ცოლთან და ოჯახთან ერთად. მათი მეორე ვაჟი, კაპიტანი დანიელ პერეზი, ბრძოლის დროს დაიღუპა 2023 წლის 7 ოქტომბერს. რაბი პერეზი არის ახალი წიგნის სახელწოდებით ებრაული სახელმწიფო ავტორი. მოგესალმებით JNS სტუდიაში რაბი პერეზი. გმადლობთ სტივ, ეს ჩემთვის პატივი, სიამოვნება და პრივილეგია, რომ თქვენთან ერთად ვარ. დავიწყოთ დანიელით, რომელიც მთელი ქვეყნის სიმბოლოდ იქცა. და ვიცი, რომ ცოტა ხნის წინ ამსტერდამში ყოფნისას გამოცხადდა, რომ იპოვეს მთავარი ტერორისტი, რომელმაც ის გაიდაცა. თითქმის 3 წელია გასული. როგორ ახერხებ ამას? ხო. იცი, გარკვეულწილად მგონია, რომ არაფერს შეუძლია მოგამზადოს იმისთვის, რომ გაუმკლავდე ასეთ გამოწვევასა და ტრაგედიას, როცა შვილი გიტაცებენ. და იცი, სიმართლე ისაა, რომ პირველი 2 კვირა დაკარგული იყო. იცი, მახსოვს, როცა მოვიდნენ და გვითხრეს, დანიელი დაკარგულია. ვითხე, რას ნიშნავს დაკარგული? იცი, აბსოლუტურად არაფერი ვიცოდით მისი ადგილსამყოფელის შესახებ 5 ან 6 დღის შემდეგ. ვიფიქრეთ, რომ თუ ეთყავდათ აყვანილი, მაგრამ არ ვიცოდით. ამ ყველაფრის გადატანა და იმედი, რომ ის ცოცხალი იყო 163 დღის განმავლობაში. შემდეგ კი იმის გაგება, რომ ის 7 ოქტომბერს მოკლეს და კიდევ წელიწადნახევრის ლოდინი დასაფლავებისთვის და ბოლოს დაკრძალა. ასე რომ გარკვეულწილად არაფერი მოგამზადებს ამისთვის. სხვა მხრივ მგონია, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ამისთვის მზადება იყო. იცი, ერთმა ჩემმა კოლეგამ რაბინმა მითხრა. ის მოვიდა ჩემთან პირველ 2 კვირაში და მითხრა, იცი, მან დაკარგა ტრაგიკულ გარემოებებში. მისი მამა ამერიკაში ცნობილი რაბინია, ორივე რაბინები არიან. და მან მითხრა, რომ მის მამამ უთხრა, იცი, ეხლა ჩვენი შანსია, ნახოთ, ნამდვილად გჯერა თუ არა ყველაფერი, რასაც ხალხს ეუბნებოდით. შეგვიძლია თუ არა მართლა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ლაპარაკობთ, ასე ვთქვათ, სიტყვები საქმით დავადასტუროთ. ასე რომ ჩემთვის რაც უნდა შემზარავი და მტკივნეულიც იყოს, ყოველდღე ძალიან მტკივნეულია. უბრალოდ მგონია, რომ გარკვეულწილად მადლობელი ვარ, რომ ჯეროდა იმ ყველაფრის, რასაც ხალხს ეუბნებოდი. მრავალი ოჯახის გვერდით ვიდექი სამხრეთ აფრიკაში, როგორც თემის რაბინი, რომლებმაც სხვადასხვა ასაკში ტრაგიკულ გარემოებებში შვილები დაკარგეს. და როგორც არ უნდა იყოს ეს მტკივნეული, მე ვგრძნობ ერთგვარ ნამდვილობას, რადგან მჯერა იმისა, რაც თქვი. და მე კიდევ ვიტყოდი, იცით, ჩვენ ახლა შაბათ ნახამოს შემდეგ, თიშა ბეავეს შემდეგ. ერთი რამ რაც ვისწავლე იმის შესახებ თუ რა არის ნუგეში. იცი, დიდი რაბი აკივა, რომელიც ნუგეშს იძლეოდა, საშინელი განადგურება ნახა და ის იყო ისრაელის დიდი ნუგეშის მცემელი. და მისი ბრძენები ამბობდნენ, აკივა ნიჰამთა, შენ გვანუგეშე. მე მივხვდი, რომ ნუგეში ეს ისეთი რამ არის, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი. ეს ისაა, რაც ბოლო 2 წელიწადნახევარში ვისწავლე. პირველი ადამიანი, რომლის სახელის ნუგეშს უკავშირდება, ნოა. ზეი იენახამენუ, ეს გვანუგეშებს. მისი სახელი იყო ნოა. ნუგეშის სიტყვიდან. რატომ იქნა ნოა ნუგეშებული? წერია, რომ ღმერთმა უბრალოდ მინდა გაჩვენოთ. მე ვარ რაბინი, ამიტომ ყოველთვის ვამბობ ქადაგებას, მაგრამ მინდა ვთქვა რაღაც, რამაც ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. წერია, რომ ნოახი, რომელიც ნეხამას სახელზე დაარქვეს, პირველად სიტყვა ნეხამა თორაში მაშინ გამოიყენება, როცა წერია, ვაინახემ ჰაშემ, ღმერთმა ინანა, რომ შექმნა კაცობრიობა და გაანადგურა კაცობრიობა. რაში ცნობილი კომენტატორი ამბობს, რას ნიშნავს ინანო, რა კავშირი აქვს აზრის შეცვლას ნეხამასთან. იგივე სიტყვა ებრაულად ვაინახემ ნიშნავს, რომ ღმერთმა, ასე ვთქვათ, აზრი შეიცვალა. ნიხონტივი, ასე რომ აზრი შევიცვალა. რას უკავშირდება ეს ნუგეშთან? მე ყოველთვის ფიქრობდი, რომ როცა სამძიმარზე მიდიხარ, არ ცდილობ ვინმეს აზრი შეცვალო. უბრალოდ ცდილობ თანაგრძნობა გამოიჩინო. გინდა მოусმინო, გაიგო და გაიზიარო სხვისი ტკივილი. ამას აზრი შეცვლასთან არაფერი აქვს საერთო. მაგრამ მინდა გაგიზიარო რაღაც, რაც ჩემს თავს მოხდა და ვფიქრობ ჩემთვის, სტივ, ეს იყო ერთგვარი ხსნა, რომელზეც ხშირად ვფიქრობ. 2 დღის შემდეგ, 48 საათის შემდეგ, როცა ჩვენი შვილი დანიელი დაკარგული იყო და ჩვენი უფროსი შვილი იონათანი, რომელიც ასევე იბრძოდა იმ დღეს და დაიჭრა. პირველი დღის ბოლოს ერთი შვილი დაკარგული ყავდა და ერთი შვილი დაჭრილი ან ფეხში ნასროლი. ორივე ჯარისკაცი, ოფიცერი, 2 შვილი და 2 ქალიშვილი ყავს, ასე რომ ეს უბრალოდ საშინელი იყო.
პირველ 48 საათში ძლივს სუნთქავდი და შემდეგ გავიგე ჩემი ერთი კოლეგის რაბის შესახებ, რომლის შვილი მოგრე. რაბი ვაიცმანი, იოსეფ ვაიცმანი, თავარი რაბინი რაბი ვაიცმანი გამოვიდა და თავის შვილზე ესაუბრა. და მიუხედავად იმისა, რომ ტკივილში იყო ჩავარდნილი, იმ ფაქტმა, რომ მას ჰქონდა ბრძოლა ჰქონდა ოპერაციულ, როგორც გუნდის წევრს, ხომიცი რა ქვია. გუნდი, სამოქალაქო, ხო? სამოქალაქო, კიბუცის სამოქალაქო თავდაცვის გუნდი და ძალიან ბევრ ადამიანს გადაარჩინა. და თითქმის არავინ დაშავებულა. და მან თქვა, იცი, ჩემმა შვილმა სიცოცხლეები გადაარჩინა. ასე ბევრი სიცოცხლე, ალბათ ასობით სიცოცხლე იმ დღეს. და ეს არის თაობები და თაობები ადამიანების. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მტკინეულია, გარკვეული ნუგეშია იმაში, რომ ის დაიღუპა ებრაელების გადარჩენისას და ღმერთმა იცის, ებრაელთა რამდენი თაობა იხსნა. როცა ეს გავიგე, ჩემი ძლია თქვა სტივ, 48 საათის შემდეგ ეს იყო პირველი პოზიტიური რამ. თქვა, ვაუ, იცი, ესეთი ტკივილი მქონდა, ისეთ მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უცებ შევძელი გადამეტანა. რაში ამბობს, რომ ცხოვრებაში ნუგეში არ არსებობს, თუ პერსპექტივას არ შეცვი. იცი, ცხოვრებაში ყველაფერი იწყება და მთავრდება გონებაში. იცი, ჩვენი ხასიდური მასწავლებლები ამბობენ, რომ სიტყვა მახშავა, ანუ აზრი. ასოების გადანაცვლებით მიიღება სიტყვა ბესიმხა. ბედნიერება. ყველაფერი იწყება და მთავრდება ჩვენს თავში. და ერთი რამ, რაც ნამდვილად დავინახე, არ ვიცი როგორ ვაკეთებ ამას, ვფიქრობ. მე ამას გავდივარ ადამიანის უნარისადმი ბევრად უფრო დიდი რწმენით, გაუმკლავდეს ტკივილსა და გამოწვევას. არ ვიცი როგორ, მაგრამ ჯერა რომ ადამიანის გული და გონება შეუძლია გაუმკლავდეს ისეთ რაღაცებს, რასაც ვერ იფიქრებდი, რომ ვინმეს გაუძლებდა. ხშირად ვამბობ, არ ვიცი როგორ ვაკეთებ ამას, მაგრამ ვაკეთებთ. და ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც ტკივილსა და სირთულეებს გადის, ადამიანის გულს რაღაცნაირად აქვს ამის უნარი. და ნამდვილად გრძნობ, რომ ნეფეში ეხუდი, როგორც ებრაელები ან ბიჭები, ჩვენი ხალხი ძალიან ბევრი თანჯო გამოიარა. და რაღაცნაირად ჩვენ აქ არა მხოლოდ იმისთვის ვართ, რომ ეს ამბავი მოვყვეთ, არამედ ყველაზე პოზიტიური ხალხი ვართ. ჩვენი ჰიმნია ჰატიკვა. ჩვენ არასოდეს დაგვიკარგავს იმედი. მაგრამ იონათან საქსი ხშირად ამბობდა, რომ შეიძლება ებრაელი ხალხის გამსაზღვრელი თვისება იმედი იყოს, უფრო მეტად ვიდრე სხვა ნებისმიერი თვისება. მაგრამ მაინც, ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც შეიძლება ითქვას ყველაზე მეტად იტანჯა. ჩვენ უნდა ვიყოთ ტანჯვის ექსპერტები. დიახ, ჩვენ გვაქვს ბევრი ებრაული დანაშაულის გრძნობა და კარგად ვიცით, როგორ მივაკენოთ სხვას დანაშაულის გრძნობა. მაგრამ ჩვენ იმედის ექსპერტებიც ვართ. ჩვენ შეიძლება ითქვას უფრო მეტ გვჯერა ადამიანობის სიკეთის, ვიდრე ნებისმიერ სხვა ჯგუფს. ასე რომ არ ვიცი როგორღაც. ჩემს გონებაში რაღაც იცვლება და ვხედავ, მიუხედავად იმისა, რამდენად მტკივნეულია ეს. დანიელი გაიტაცეს და გარდაიცვალა იქ, სადაც მას სურდა ყოფნა. მის და ჩვენი თაობის ცხოვრებაში ყველაზე საბედისწერო დღეს. არავის უბრძანებია მისთვის, რომ დაეტოვებინა თავისი ტანკის უსაფრთხო პოზიცია. მან იცოდა, რომ ის იყო ბოლო თავდაცვითი ხაზი. ის და მისი ეკიპაჟი. სამხრეთის სადლობის მეთაურმა თქვა, მითხრა, რომ მეორე შივაზე, რომ არა დანიელის ტანკი იმ ადგილას და რომ არ ებრძოლა ისე როგორც იბრძოლა, ასობით ადამიანი კიდევ დაიღუპებოდა. და იმის ცოდნა, თელიან ტკივილთან ერთად, რომ მან თავისი სიცოცხლე გასწირა არა მხოლოდ იმისთვის, რომ შეძლების დაგვარად ებრაელები დაეცვა, არამედ ასობით ებრაელი გადაერჩინა მომავალი თაობებისთვისაც. ეს მას უკან არ დააბრუნებს და არც ამსუბუქებს ტკივილის სიმძაფრეს, როცა ამას გრძნობ. მაგრამ ნამდვილად არის. ჩემთვის ამაში გარკვეული მნიშვნელობაა ჩემთვის. ერთხელ საკუთარ თავს ეს უთხარი და უბრალოდ ეს ჩემი საკუთარი აზროვნების პროცესია. იცით, ბოლოს როცა ვილოცე, დანიელთან და იონათანთან ერთად ვილოცე, ჩვენს ორ შვილთან, რომლებიც ორივე არმიის ოფიცრები იყვნენ, ეს იყო როშ ჰაშანაზე, იომ კიპურზე. ისინი ორივე არმიაში იყვნენ. სუკოტის პირველ დღეს დანიელი ჩვენთან იყო, სუკოტის ბოლო დღეს იონათანი ჩვენთან იყო. ასე რომ, რეალურად ბოლოს როცა ორივე ჩემი შვილი ჩემთან ერთად ლოცულობდა, ეს იყო როშ ჰაშანაზე. გჯერა რომ სწორედ მაშინ გადაწყდა. ეს იქნებოდა მისი ცხოვრების ბოლო, როშ ჰაშანა. იმუნად ანაონეთ აინტოკებში, რომელიც ასეთი გამჭოლი და მტკივნეული ლოცვა. ჩემთვის გავეფიქრე, სტივ. თუ შემძლია მივიღო ის, რაც არ უნდა იყოს მიზეზი, რომელიც მე არ მესმის. რომ ეს უნდა ყოფილიყო დანიელის ბოლო, როშ ჰაშანა, და ის მოკვდებოდა იმ გზით, როგორც უნდა მომკვდარიყო. თუ შემიძლია მივიღო ეს ძალიან რთული გეზეირას განაჩენი, რომლის გამოც მთელი დარჩენილი ცხოვრება გვედგინება. თუ ამას შევძლებ მივიღო, იმ მომენტიდან ღმერთმა ჩვენთვის უზარმაზარი სიკეთე გააკეთა. წყალობა. რამდენი ადამიანი კვდება. ტკივილიანი დაავადებებით, ავარიებში და ტანჯვაში.
არა მხოლოდ დანიელმა არ იტანჯა, ჩვენ ვიტანჯებოდით მის მოლჯებოდით მის მოლოდინში. ის არ იტანჯა. მან ამ თაობის ყველაზე საბედისწერო დღეს უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. რაც შეეხება მნიშვნელობას, რაც შეეხება გავლენიან გარდაცვალებებს, ხედავ ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან ისე, თითქოს მარტო არიან თავიანთ ტანჯვაში. ისე რომ მართლა უნდა ეძებო აზრი. აი აქ, ამ საშინელი ტკივილის შიგნით. აქ ისეთი დაფარული მნიშვნელობა და მიზანია, მაგრამ ეს ჩვენს შვილს უკან ვერ დაგვიბრუნებს. და ჩვენგან არც ერთი ამ დანაკარგის მონატრებისა და ტკივილის მომენტებში ვერ ანცირებს მის სიმძაფრეს. მაგრამ როგორც ზოგადი გამკლავების მექანიზმი, ის თუ როგორ უყურებ რაღაცებს, როგორც რაბიაგივა ნეხემტანი, როცა მის გარშემო ყველა მხოლოდ განადგურებას ხედავდა. მან განადგურება დაინახა. მაგრამ მან ეს ასევე დაინახა, როგორც უფრო დიდი აღშენებლობის პროცესის ნაწილი. ასე რომ ვფიქრობ, განძვეობა დიდწილად გულში და გონებაში. და ადამიანმა შინაგანი ძალა უნდა მოიკრიბოს. ადამიანს სიღრმეში უნდა ჩაყვინთოს. და ჩვენ ყოველ დღე შინაგან ძალას ვიკრებთ. დღე. და მართლა მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს უნარი. გავუნკოდეთ იმ ძალიან რთულ გამოწვევებს, რომლებსაც ვაწყდებით. ამჟამად ძალიან რთულ დროს გავდივართ. როგორც იცით, ისრაელშიც და ებრაულ სამყაროშიც ანტისემიტიზმის ზრდასთან ერთად. ციონიზმი ბინძურ სიტყვად იქცა. მოგვიხსენიებენ ზიოებად. რაც როგორც ჩანს ძალიან ცუდი ტერმინია ისრაელის მხარდამჭერი ადამიანებისთვის. და თქვენ დაწერეთ ახალი წიგნი ებრაული სახელმწიფო. და ძირითადად ამტკიცებთ, რომ სიონიზმის ახლებურად წარმოჩენა გჭირდება. ეს როგორ მუშაობს? მართალია. სინამდვილეში ეს წიგნი დაწერილი იყო 7 ოქტომბრამდე. დიახ. ასე რომ ის შედარებით ახალია. სინამდვილეში ის 7 ოქტომბრის შემდეგ ითარგმნა ებრაულად და ესპანურად. ეს ის საკითხებია, რასაც მანამდე ძალიან ძლიერად გვგრძნობდი. და ახლა როგორც მსოფლიო მეცნიერების ორგანიზაციის პრეზიდენტი, მაქვს პლატფორმა და შესაძლებლობა, რომ ეს განვახორციელო. უკვე გარკვეული დროა ვიცით, რომ ჩვენი თაობის ანტისემიტიზმის მთავარი სამიზნე აღარ არის ის, რაც ბოლო 2000 წლის განმავლობაში იყო. ის აღარ არის მიმართული იუდაიზმის წინააღმდეგ, როგორც ინკვიზიციებისა და ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. შეგეძლო კარგი ებრაელი ყოფილიყავი. უბრალოდ იუდაიზმში ვერ ირწმუნებდი. უნდა გადმოსულიყავი სხვა სარწმუნოებაზე და სხვა რამეებში გეჯერებინა. ჰიტლერიდან ჰამანამდე. ჩვენ კიდევ სხვა ტიპის ანტისემიტიზმიც ჰქონდა. ეს იუდაიზმზე არ იყო, ეს ებრაელ ხალხზე იყო. შენ არ შეგიძლია იყო ებრაელი ხალხის ნაწილი. ღმერთმა დაგვიფაროს. ერთადერთი კარგი ებრაელი, მკვდარი ებრაელია. ჰამანიდან ჰიტლერამდე. გამოსავალი არ არსებობს. თუ ებრაელი ხარ, ეს რასობრივი საკითხია. ეს შენი იდენტობის ნაწილია. აქედან გამოსავალი არ არსებობს. ებრაელი ხალხის წინააღმდეგ, ებრაული რელიგიის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ახალი ანტისემიტიზმი, რასაც წიგნში ვამტკიცებ ისტორიულ და სულიერ წინამორბედებზე დაყრდნობით, რომელთან მტკიცებულებები ათასობით წლის წინიდან მოდის და ეს არის ებრაული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგობა. ჩვენ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ არ ვართ. ჩვენ ებრაული რელიგიის წინააღმდეგ არ ვართ. ჩვენ უბრალოდ სიონიზმის წინააღმდეგ ვართ. ჩვენ ებრაული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ვართ. დეგვართ. ჩვენ შეგვიძლია ავიტანოთ უძლური ებრაელები. ჩვენ ვერ ავიტანთ ძლიერ ებრაელებს, რადგან როგორც ჰამანის ისე ჰიტლერის დროს, ასევე ჩვენი განდევნილობის დროს ჩვენ არ გქონდა ქვეყნის, არმიის და სუვერენიტეტის დაცვა. და ამიტომ ებრაელები უძლურები იყვნენ და ადვილად შეიძლებოდა ღმერთმა დაგვიფაროს, მათზე ნადირობა ისე შეიძლებოდა. იცით, მეხუთე კოლონის წევრები, ან როგორც იცით, რელიგიურ გარიყულებად. ეხლა როცა ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო. უბრალოდ შეიცვალა უძლური ებრაელიდან ძლიერ ებრაელებად. ამოს ოზმა ცნობილად თქვა. მან თქვა, რომ როცა ებრაელები გერმანიაში იყვნენ 1925 წელს, ყველა იყო ადამიანი, ანტისემიტები კი აჩვენებდნენ პლაკატებს წარწერით. ებრაელები, გაეთრიეთ გერმანიიდან, წადით პალესტინაში. ჩვენ არ გვინდა რომ აქ იყოთ. ეხლა ეს ებრაელებს ეხებათ, წადით პალესტინიდან, დაბრუნდით გერმანიაში. ჩვენ არ გვინდა რომ პალესტინაში იყოთ. მან თქვა, რადგან უბრალოდ არ უნდათ რომ ებრაელები იყვნენ. თუ არჩევანი მქონდა ანტისემიტიზმთან გამკლავება სახელმწიფოს გარეშე, უძლურ, მოხეტიალე, უსახელმწიფო ებრაელებად, ნამდვილად ამ თაობას ავირჩევდი, სადაც საბედნიეროდ 7 მილიონი ებრაელი ცხოვრობს ისრაელში. ეს დიდი კურთხევა რამდენადაც ჩვენი მოწინააღმდეგეები ცდილობენ ისწყელად აქციონ. და დიდი კურთხევა მოუტანა ებრაელმა ხალხმა მსოფლიოს ებრაული სახელმწიფოებრიობით. მე მჯერა, რომ ჩვენს უდიდეს გამოწვევაში ყველაზე დიდი შესაძლებლობებია. ბალაკის ბილაამის პარაშადან ვიცით, რომ რიცხვთა წიგნში მოხსენიებული მეფის ბალაკის სტრატეგია იყო. მისი სტრატეგია იყო ებრაელი ხალხის კურთხევა წველად წარმოეჩინა. მოეყვანა დიდი ჯადოქარი, რომელიც წევლიდა.
ბილაამი და მან შეხედოს ყველაფერს, რასაც ებრაელი ხალხი აკეთებს და ყოველი შესაძლო კურთხევა წყელად აქციოს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენი თაობის ანტისემიტებს სურთ. არ აქვს მნიშვნელობა ებრაელმა ხალხმა რა გააკეთა მსოფლიოსთვის. ჩვენ ვართ უდიდესი დეკოლონიზაციის პროექტი მთელ ისტორიაში. ხალხი მთელ მსოფლიოში იყო გაფანტული, რომაელებმა წაართვეს მიწა, შემდეგ კი კიდევ 10 ან 14 სხვადასხვა იმპერიამ. და აი ჩვენ დავბრუნდით. სხვა ადამიანებისთვის მიწის უფლებების უარყოფის გარეშე, არამედ ვაცხადებთ ჩვენს ადგილს მდინარესა და ზღვას შორის, სულ მცირე, რასაც სან-რემოს კონფერენცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ყველა დანარჩენი დაეთანხმა. და ეს არის კოლონიზატორი. ყველაფრის შემდეგ ეს არის კოლონიზატორი. აი ეს უნდა თქვათ ჩვენს შესახებ. უდიდესი დეკოლონიზაციის პროექტი გადაიქცა უდიდეს კოლონიზაციის პროექტად. ეს დიდი წამოწყება ადამიანის უფლებების. როგორც ვიცით, ახლო აღმოსავლეთში სხვა ასეთი ქვეყანა არ არსებობს, რომელიც ყველა ადამიანს ისეთ შესაძლებლობებს აძლევს, როგორც ისრაელი, მაგრამ ის აპარტეიდისა და რასობრივი უთანასწორობის ადგილად წარმოაჩინეს. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბოლო 50 წლის განმავლობაში ვფიქრობ, რომ ჩვენ ცოტა შესვენება გვქონდა, ცოტა პაუზა ებრაული ისტორიისგან. ჩვენ ვფიქრობდით, როგორც ფუკუიამამ თქვა, იქნებ ისტორიის დასასრულს ვართ და ყველაფერი კარგადაა. ახლა მივხვდით სამწუხაროდ, ჯერი ქარ ვართ. ეხლა ისევ დავბრუნდით და პირდაპირ შევეჯახეთ ანტისემიტიზმის ვირუსს. ეს იყო, როგორც ვიცით, მძაფრი და ჯერაც არსებული. დღეს ვიცით რა არის ეს. საბედნიეროდ, ჩვენ ბევრად უფრო ძლიერ პოზიციაში ვართ, რომ შევებრძოლოთ მას. ეს დიდი გამოწვევაა. დღეს ვიცით, თუ 1935 წელს გამოწვევა დიურიუდა იყო. დღეს გამოწვევა, ასე ვთქვათ, უბედური, უსახელმწიფო ებრაელის დიურიუდა კი არა. დღეს ეს სიონია. თუ მაშინ ეს იყო ყვითელი ვარსკვლავი, დღეს ეს ლურჯი ვარსკვლავია. ეს ლურჯი ვარსკვლავი და პირველ რიგში თუ არჩევანის გაკეთება მომიწევდა, რომელშ ვიყოფილიყავი, ამას ავისჩევდი. და მეორეც, ვფიქრობ, ჩვენ დიდი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ ასევე დიდი შესაძლებლობა. ისრაელში ბევრ ფრონტზე ვიბრძვით. ეხლა ჩემი აზრით შევხედოთ ამ უზარმაზარ ბრძოლასა და ომს, რომელიც გვაქვს ჩვენი მორალური ლეგიტიმურობისთვის საზოგადოებრივ აზრში. და მიუდგეთ მას როგორც ომს. ებრაელებისა და არაებრაელების საუკეთესო და ყველაზე გამორჩეული გონებით, ვინც ისრაელს უჭერს მხარს, მიუდგეთ ამას სისტემურად. ფხიზელი თვალით, რადგან არ მჯერა, რომ ამას შეიძლება დაუპირისპირდე. სხვათა შორის, გამოწვევა უკვე გამოცხადებულია და გვაქვს შესაძლებლობა დაუპირისპირდეთ ამას, და ეს აუცილებელია. და რა თქმა უნდა, მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციაში, რომელიც გლობალურია. გლობალური სიონისტური მოძრაობა, რომლის არსიც არის ებრაული სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერა. დღეს ეს მოდის ებრაული სამყაროს ყველა კუთხიდან. ეს გამორჩეული ორგანიზაცია დღეს აერთიანებს ადამიანებს ყველა გეოგრაფიიდან და ყველა იდეოლოგიიდან, ულტრაორთოდოქსებიდან დაწყებული, ძალიან პროგრესულ მემარცხენეებამდე, ყველა მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ნაწილი. ეს არის გეოგრაფიებისა და იდეოლოგიების უზარმაზარი სპექტრი. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, იქნება ეს რეფორმისტული სინაგოგა თუ ულტრაორთოდოქსული სინაგოგა. სადაც არ უნდა იყოს. იქნება ეს 64. ბონდიიდან მონრეალამდე, ტორონტოდან ბუენოს-აირესამდე და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. დღეს ჩვენ ვაწოდებით მსგავს გამოწვევებს. და ეს არის ჩვენი შესაძლებლობა ვნახოთ, როგორ დაუპირისპირდეთ მას. და როგორც მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის პრეზიდენტი, რა არის თქვენი ხედვა მომავლის შესახებ და როგორ მივახციოთ მას? ანუ, ვიცი, რომ ძალიან უჯერთ მხარს ებრაელთა ერთობას და ყველას ერთად დგომას, მაგრამ პრაქტიკაში ეს ყოველთვის ასე მარტივი არ არის. ჩვენ არჩევნების პერიოდს უახლოვდებით ისრაელში. როცა ებრაელები ებრაელებს ებრძვიან, როგორც ვიღაცამ ერთხელ თქვა, იცით, აზრები შეიძლება განადგურდეს. და ხო, და რადგანაც ჩვენ ახლახან, როგორც თქვენ ახსენეთ, გავიარეთ ტიშა-ბეავი, როგორ მივახციოთ ამას, როგორც ერმა და როგორ გავხდეთ უფრო ერთიანები ისრაელის სახელმწიფოს მხარდასაჭერად. ნახე, მე ვფიქრობ, პირველ რიგში უმრავლესობა მე ვკითხულობდი PewDiePie-ს ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკელი ებრაელების უდიდესი ნაწილი 90%. ნახე, ემხრობიან ებრაული სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის რაიმე ფორმას ისრაელის მიწაზე. ასე რომ თუ ამერიკელი ებრაელების 80%-ს და მსოფლიოში და ისრაელში მცხოვრები ებრაელების ბევრად უფრო მაღალ პროცენტს გავითვალისწინებთ, ალბათ მსოფლიოში ებრაელების დაახლოებით 95% უჭერს მხარს ისრაელს. დიახ, ყავთ რამდენიმე ექსტრემისტი მარჯვენა რელიგიურ ფლანგზე, ნეტური კარტა, შეიძლება რამდენიმე ასეული. პროგრესულ მემარცხენე ფლანგზე კი უფრო მეტია. მაგრამ ისინი მართლაც მარგინალური მოძრაობებია ებრაულ სამყაროში და განსაკუთრებით პროგრესული მემარცხენეები ბევრ ხმაურს ქმნიან, მაგრამ ისინი მარგინალური მოძრაობებია. ასე რომ პირველ რიგში ებრაულ სამყაროში აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ებრაულ სუვერენიტეტს. შესაბამისად, ნებისმიერი წინააღმდეგობა ებრაული სუვერენიტეტის მიმართ და არა ამა თუ იმ პოლიტიკის მიმართ არის წინააღმდეგობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისრაელს ცალკე გამოყოფენ და სხვებს ყველაფერს პატიობენ.
ეს არის წინააღმდეგობა ებრაული იდენტობისა და ბედისწერის მიმართ. ასე რომ პირველ რიგში მე მჯერა რომ ეს არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს. ჩვენი ბრძენი წინაპრები ამბობენ რომ როდესაც ახაშვეროშმა თავისი ბეჭედი მოიხსნა და ჰამანს გადასცა ბრძანების დასანტკიცებლად, ამ ქმედებამ ებრაელი ხალხი გააერთიანა. უფრო მეტად ვიდრე ყველა 48 წინასწარმეტყველი და ქალი წინასწარმეტყველები რომლებმაც 48 წინასწარმეტყველი და 7 ქალი წინასწარმეტყველი რომლებმაც წინასწარმეტყველებდნენ მეტყველებდნენ და საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ ხალხის გაერთიანებას. ჩვენ ვერ შევძელით გაერთიანება. ამ მუქარამ უფრო მეტად გაგვაერთიანა. სამწუხაროა რომ სწორედ მუქარები გვაერთიანებს. ბევრად უკეთესი იქნებოდა თუ შიგნიდან შევძლებდით ერთიანობას და არა გარედან. მართლა მჯერა, მიუხედავად 7 ოქტომბრის, მთელი თგივილისა. და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ერთიანობა აღარ არის ისეთი, როგორიც მაშინ იყო. ერთი რამ შეიცვალა ისრაელისა და ებრაული საზოგადოების ცხოვრებაში. დავინახეთ, რომ ჩვენი მტრები ყველაფერს და ყველაზე საშინელ რამეებსაც კი გააკეთებენ, რათა გაგვანადგურო. ებრაელი ხალხი, ძირითადად ისრაელში, ერთიანია იმაში, რომ ხარად ვიდგეთ. მიუხედავად იმისა, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს დანარჩენი სამყაროსგან, ვიდგეთ და დავიცოთ თავი. ჰაიაში გარკვეული ერთიანობა იგრძნობა. დიახ, ეხლა ეს ისე აშკარა არ არის, როგორც მაშინ იყო. მაგრამ სამწუხაროდ გრძნობ, რომ ისრაელის სახელმწიფოსა და ყველა ებრაული ინსტიტუციის მიმართ მსოფლიოში საფრთხეები არსებობს. ამან უნდა გაგვაერთიანოს, რადგან ჩვენს მტრებს არ აინტერესებთ, ვინ არის ებრაელი, რა ტიპის ებრაელი ხარ, რა ტიპის სიონისტი ხარ. მათ ეს არ აინტერესებთ. ეს შიდა კამათები მათ ნამდვილად არ აწუხებთ. და მე ნამდვილად მჯერა. დიახ, დემოკრატიული არჩევნები ძალიან გამყოფი. ვიმედოვნებ და ლოცულობ, რომ არ დავკარგოთ მთავარი სურათი თვალთახედვიდან. ერთ-ერთი რამ, რაზეც ხშირად საუბრობ, არის ის, რომ შიდა პოლიტიკური ოპონენტები მტრები არ არიან. მართლა მაწუხებს, როცა ადამიანები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკოსი ან ეს იდეოლოგია ის ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც ისრაელი აწყდება. არა, ისრაელის წინაშე ყველაზე დიდი საფრთხე ჰამასია, ჰეზბოლა, ირანი და მათი მხარდამჭერები. ისინი არიან მტრები. ვინც მზად იყო, რომ იაირ გოლანიდან დაწყებული იტამარ ბენ-გვირამდე ჩასულიყო, ხომ ასეა? მათი მხარდამჭერები 7 ოქტომბერსაც კი მზად იყვნენ სიცოცხლე საფრთხეში დაეყენებინათ და თქვენ გიყვართ ეს ქვეყანა. მაშ, ეს ადამიანები მტრები არ არიან. ჰარედიმები, რამდენადაც მე მჯერა, 7 ოქტომბრის შემდეგ. იცით, მინდა ვთქვა პირადად მე, არასდროს ქონია პრობლემა ჰარედიმებთან, იმის გამო, რომ ისინი არმიაში არ მიდიოდნენ. 7 ოქტომბრამდე, არც ერთ დონეზე. პირველ რიგში, ყველა მთავრობამ ბენ-გურიონის შემდეგ შეინარჩუნა სტატუს კო. თავად არმიამ თქვა, რომ გვჭირდება პატარა და ჭკვიანი არმია, ან საერთოდ არ გვჭირდება ისი. ამიტომ ყველა ეს წელი და საბედნიეროდ მათ შეძლეს თორას სამყაროს აშენება. დიახ, რელიგიურ სიონისტურ სამყაროში ჩვენ გვწამს სწავლისა და არმიაში მსახურების, მაგრამ მოსაზრებები განსხვავებულია. რაც უფრო რთული გასაგები არის ის, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ როცა ხედავთ, რომ ვიმიბრძოლეთ ყველაზე ხანგრძლივი ომი, რაც გვჭირდებოდა, რაც ოდესმე გვიბრძოლი. და ვხედავთ არა მხოლოდ 1000-ობით დაკარგულ სიცოცხლეს და 10,000-ობით 15-16,000 დაჭრილს და რეზერვისტებზე ზეწოლას. ბევრად უფრო რთულია ამ გამკაცრების და იცი, ეს ბევრად უფრო რთულია, თუმცა ჰარედი ძმები, მათ სურთ ისრაელის კეფილდრეობა, თუნდაც ჯერ არ არიან, თუნდაც მათ უპირატესობა მიანიჭეს განცალკევებას, იზოლაციას და თორას სწავლას არმიაში სამსახურზე. ისინი მტრები არ არიან. რადიკალური მემარცხენეები მტრები არ არიან. რადიკალური მემარჯვენეები მტრები არ არიან. უბრალოდ მაოცებს, რამდენად სწრაფად არიან ადამიანები მზად. ისინი ზუსტად იციან, ვინ არის მტერი შიგნით და ეს არასდროს არიან ისინი. ეს ყოველთვის სხვა იდეოლოგია. ჩვენს ბრძენებს გაუფრთხილებიათ, რომ უსაფუძვლო სიძულვილი გახდათ აზრის განადგურების მიზეზი. მინდა თქვა სტივ, იცი, ჩემს ცხოვრებაში არასდროს შემხედრია ადამიანი, რომელიც ვინმეს უმიზეზოდ სძულს. რა არის უსაფუძვლო სიძულვილი? ჩემს ცხოვრებაში არასდროს შემხედრია ადამიანი, რომელიც იტყვის, მე მძულს ეს ადამიანი ან ეს იდეოლოგია უმიზეზოდ. მე იმ ადამიანებს შორის ვარ, მისი გამოც ტაძარი დაინგრა. არა, ადამიანებს თავიანთ გონებაში ძალიან კარგი მიზეზები აქვთ, რომ სძულდეთ ან არ უყვარდეთ სხვა ადამიანები. მე მგონია, რომ უსაფუძვლო სიძულვილის არსი ის კი არ არის, რომ მას საფუძველი არ აქვს. შენ გაქვს კარგი მიზეზი. ის უსაფუძვლოა იმაში, რომ ეს არ არის საკმარისად კარგი მიზეზი, რომ პოლიტიკური ან იდეოლოგიური მოწინააღმდეგე მტრად აქციო. იმ წამს, როცა ვერ არარჩევ ადამიანის შეხედულებებსა და თვითონ მას, როგორც პიროვნებას. როცა ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, ისინი უბრალოდ ყველაზე ცუდს უსურვებენ ებრაელ ხალხს. ისინი ებრაელი ხალხის მტრები არიან. ეს ისია, თითქოს ადამიანი ამბობს. მე მინდა ებრაელი ხალხის სიკეთე და სხვებს არა. სხვები ამას პირადი მიზეზების გამო აკეთებენ და არ სურთ ებრაელი ხალხის სიკეთე. მე მჯერა რომ ეს არის სინათქინამი. ეს იმიტომ ხდება, რომ სხვა ადამიანის დელეგიტიმაცია მისი იდეოლოგიის საფუძველზე, ჩემი აზრით, უსაფუძვლოა. ეს უსაფუძვლოა. იცი, ფეხბურთში ვამბობთ, ახლა ხან მსოფლიო ჩემპიონატი იყო და სპორტში ბურთზე ითამაშე და არა მოთამაშეზე. არ დაარღვიო წესები მოთამაშის წინააღმდეგ, ბურთზე ითამაშე. და თუ მოთამაშის წინააღმდეგ წესებს დაარღვევ, თამაშიდან გაგაგდებენ. პატივისცემის წესები უნდა იყოს ასეთი. იდეოლოგიას დაუპირისპირდი და არა ადამიანს. და მე მჯერა, რომ ეს ჩვენი გამოწვევაა. რომ მარტივი ყოფილიყო სტივი. მაშინ ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ მაინც მჯერა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო.
და ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ აქ დავჭირდება. ჩვენ ყველანი დღეს ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ. და ჩვენ ყველას გმართებს ერთი ნაბიჯით უკან დავიფიოთ და მთლიან სურათს შევხედოთ. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი. მე მჯერა, რომ ისრაელი უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი. იცი, ამით სეგალს აქვს ეს წიგნი, სადაც ამბობს, რომ ყველა ვინც იყო პრემიერ-მინისტრი, არის პრემიერ-მინისტრი ან სურს იყოს პრემიერ-მინისტრი. ყველა ფიქრობს, რომ მხოლოდ ისინი შეძლებენ ისრაელის პრობლემების გადაჭრას. იცი, მე ყოველთვის ვამბობ. ვერავინ შეცვლიდა მოსე რაბეინოს. ვინ შეძლებდა მოსეს შეცვლას? არასოდეს ყოფილა ადამიანი მოსეს მსგავსი, მაგრამ იცი რა, იოშუამ შეცვალა იგი. იცით რა, ებრაელი ხალხი უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი ლიდერი და ნებისმიერი პარტია. ეს რწმენა იმაში და ხანდახან გონია, რომ ჩვენ გვაქვს სინდრომი, როცა თითოეული ადამიანი კამათობს ისე, თითქოს ის ღმერთის საჩუქარია მომავლისთვის. ისრაელი კარგად იქნება და ებრაელი ხალხიც კარგად იქნება. იმიტომ რომ ებრაელი ხალხი და ისრაელის სახელმწიფო უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი ერთი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდადაც თვლის თავს. ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ სახი აზრი გაიმარჯვებს და გვექნება ეროვნული ერთობის სიონისტური მთავრობა. ვფიქრობ, ამ გარემოში ეს არის ის, რაც უნდა გქონდეს. იმის თქმის გარეშე, რომ ამასთან ან იმასთან არ დავჯდება. და სხვა იდეოლოგიების დელეგიტიმაციის გარეშე. ყველა ვისაც სურს იტვირთოს ისრაელის დაცვისა და ისრაელის მომავლის ტვირთი და პასუხისმგებლობა. რაც შეიძლება ფართო გაერთიანებაში. მართლა იმედს ვიტოვებ და ლოცულობ. ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ იცით, ყველა საუბრობ. ისინი საუბრობენ ებრაულად მემშელა იამინ ალმალე. მარჯვენა ალმალე ნიშნავს სრულს. ან ისინი საუბრობენ მემშელით შინუიზე, ცვილებას. მე მჯერა, რომ რაც გჭირდება არის მემშელით რიფუი. ჩვენ ნამდვილად გჭირდება. ჩვენ გჭირდება განკურნება. მე კიდევ ერთ წინადადებას ვიტყვი. ხალხი ხშირად ამბობს, ეს დანიელის მეორე დაკრძალვაზე ვთქვი. მე ვთქვი. მაშინ ყველა ლაპარაკობდა და დღესაც ლაპარაკობენ. რა იქნება ამის შემდეგ ღაზაში? მე ვთქვი, იცით რა, სინამდვილეში არც ისე მნიშვნელოვანია რა იქნება ამის შემდეგ ღაზაში. როგორი იქნება ამის შემდეგ ისრაელი. და თუ ამას მოვაგვარებთ, ღაზის პრობლემასაც ვიპოვით გადაწყვეტას. და თუ აქ ვერ მოვაგვარებთ, ვერასდროს შევთანხმდებით არაფერზე. მით უმეტეს იქ ვერანაირ გადაწყვეტას ვერ ვიპოვით. და რა თქმა უნდა, მე არ ვარ გულუფრთხილო. არჩევნების პროცესი დამყოფია და ყველას საკუთარი მხარდამჭერი ბაზის გათვალისწინება უწევს. მაგრამ ამავე დროს 7 ოქტომბერს ყველაზე მძიმე გაღვიძების ზარი მივიღეთ. ჩვენი მტრები ნამდვილად არ აინტერესებთ, ვინ არის ხელისუფლებაში და არც ის აინტერესებთ, ესა თუ ის ტიპის ებრაელია. მართლა უნდა დავინახოთ ეს, უნდა მოვიკრიბოთ თავი. და არასდროს არაფერი ცუდი არ ხდება, როცა ებრაელები ერთიანდებიან. იცი, ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება, 6 დღიანი ომი. მოვიდა პირველი ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნით ებრაელებს შორის, რომლებიც ერთმანეთს სძულდათ. ბენ-გურიონს მენახემ ბეგინის სძულდა, ის ვერ იდანდა მას. არასოდეს მიმართავდა მას სახელით. მას ასე მოიხსენიებდა. იცით, ის ქნესეთის წევრი, რომელიც გვერდით ზის. მას უბრალოდ სძულდა იგი. და სწორედ ბეგინმა შესთავაზა, რომ ბენ-გურიონი უნდა დაებრუნებინათ და უნდა შექმნილიყო ეროვნული ერთობის მთავრობა. როცა ჩვენ მოვიკრიბეთ ძალები და ებრაელი ხალხი, დაუძინებელი მტრები შეძლეს ერთად დაჯდომა. რამე მოხდა 6 დღეში. სასწაულები ებრაელ ხალხს მაშინ ხდება, როცა ერთად მოქმედებთ. როცა ერთად არ მოქმედებთ, ყველაფერი ბევრად რთულდება. მართლა იმედი მაქვს, რომ ერთად ვიმოქმედებთ. კარგი. და რადგან ინტერვიუს დასასრულს უახლოვდებით, მოდი ვისაუბროთ თქვენს როლზე მსოფლიო მიზრახიში, სადაც ასევე ბევრი ცვლილება განახორციელეთ. ასევე მსოფლიო მიზრახი ნამდვილად არის მსოფლიო რელიგიური სიონისტური მოძრაობა, სადაც მე თავმჯდომარე ვარ. ამან მომცა შესაძლებლობა. მე არ ვიქნებოდი ჩემს პოზიციაზე მსოფლიო სიონისტურ ორგანიზაციაში, რომ არ ყოფილიყავი მსოფლიო მიზრახის ხელმძღვანელი. და რაც წლების განმავლობაში ვცდილობდით იყო ის, რომ შეგძლებოდა. იცით, რასაც მე ვთვლი რელიგიურ სიონიზმად. იცი, მიტყვი, რით ხელმძღვანელობ როგორც ამ როლში, ასევე მსოფლიო სიონისტურ ორგანიზაციაში. ეს არის ეს იდეოლოგია. ეს იყო დოქტორი იოსეფ ბურგი, რომელიც მრავალი წლის წინ ისრაელში მიზრახის პარტიის ხარტიის ხელმძღვანელი იყო. მას კითხეს მრავალი ათეული წლის წინ და მე ძალიან მიყვარს ეს ისტორია. მას ჟურნალისტმა კითხა. მან თქვა, დოქტორ ბურგ, რელიგიური სიონიზმის როგორც იდეოლოგიის განტოლებაში რა არის ორდათიუმი? რა არის უფრო მნიშვნელოვანი? ეროვნული თუ რელიგიური? ეროვნული უფროა თუ რელიგიური? რელიგიური უფროა თუ სიონისტური? რასაც კითხვის დამსმელი ცდილობდა, იყო ის, რომ დაეყენებინა ისე, რომ ეთქვა. თუ იტყოდი, რომ რელიგიური უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ თორას მიმდევარი ებრაელები ვართ და ამიტომ რელიგია ამთავარი, მაშინ სათაური იქნებოდა მიზრახის რელიგიური სიონისტი ებრაელები, მეორე კლასის, მეორე ხარისხის სიონისტები, რადგან რელიგია პირველ ადგილზე დგას. თუ იტყოდი, რომ სიონიზმი პირველ ადგილზეა, მაშინ სათაური ასეთი იქნებოდა. მეორე კლასი. იცი, პარარელიგიური ებრაელები, სიონიზმი პირველ ადგილზეა. ამიტომ მან თავისთვის იფიქრა, ბრწყინვალედ თქვა, რომ რელიგიური სიონიზმის განტოლებაში რა არის ამ ფრაზის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი? ის ამბობს,
ტირე, რომელიც აერთიანებს მათ. და ჩემთვის ეს ნიშნავს თორაზე დაფუძნებული იუდაიზმის, ებრაული ნაციონალიზმისა და სიონიზმის აღებას და იმის დანახვას, თუ როგორ შეუძლიათ მათ ერთად მუშაობა. ეს ყოველთვის იყო ჩვენთვის პარტნიორობა, წარმოუდგენელი წამოწყება. ერთ-ერთი მთავარი რამ, რაზეც ჩვენ მიზრახიში ვამახვილებთ ყურადღებას, არის შუალედური წლის პროგრამა ისრაელში. ვიტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წელი შეიძლება ითქვას ადამიანის ცხოვრებაში. თუ ისინი დიასპორაში არიან, არის შუალედური წლის პროგრამა ისრაელში, რომ ჩამოვიდნენ და შეისვენონ სკოლაში. გატარებული 15 წლის შემდეგ ან პირველი კლასიდან მოყოლებული 12 წლის შემდეგ, რაც არ უნდა იყოს, და უბრალოდ გამოიკვლიონ, როგორც ებრაელმა. რას ნიშნავს იყო ებრაელი ხალხის ნაწილი, მოიარონ ეს მიწა, ისწავლონ ამ მიწაზე. დაკავშირება იმასთან, რაც ჩვენი ბედი არის. რასაც ვამბობთ ისრაელში, ისრაელის მიწაზე, ისრაელის თორაზე, ისრაელის ხალხზე. ფიქრობ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი რამ, რაშიც სერიოზულად დავხარჯეთ რესურსები, არის შუალედური წლის გამოცდილება. ახლახან მოახერხეთ მნიშვნელოვანი დაფინანსების მოპოვება, დაფინანსება, რომელიც კორონას პერიოდში წაგვართვეს. იცით, ზეწოლის გამო. მოახერხეთ მისი დაბრუნება. ძალიან ბევრი დავხარჯეთ. ბევრი ბავშვი, ვინც აქ შუალედური წლის პროგრამაზე მოდიოდა, პესახისთვის ოჯახებში ბრუნდებოდა. ომის გამო ირანთან აქ დარჩნენ და ჩვენ ძალიან ბევრი დავხარჯეთ იმისთვის, რომ პესახის შემდეგ მათ შესანიშნავი პროგრამა ქონოდათ. მოკლედ, ვაბანდებთ პროგრამებში, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდა ლიდერებს მომავალს შეუქმნის. და იქნება ეს მსოფლიო სიონისტურ ორგანიზაციაში ყველა ებრაელი სიონისტისთვის. თუ ისრაელში ჩვენი თანამედროვე მართლმადიდებელი რელიგიური სიონისტებისთვის, ეს იგივე, მაგრამ თითოეული იდეოლოგიით. როგორ შეგვიძლია აღზარდოთ ამაყი ებრაელების თაობა? ებრაელების თაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ზიონისტობის გამო გვიტევენ, რომ მივიღოთ ეს გამოწვევა, რომ წელში გამართული დაუდგეთ. მე ვამბობ, რომ გჭირდება მამაცი ებრაელები. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი შვილი ჰალოსში დაეცა. სიტყვა ოზ ნიშნავს სიმამაცეს. როგორც პირკე აოჩია ნათქვამი, ჩვენ უნდა ვიყოთ თამამები, როგორც ლეოპარდი. გჭირდება თამამი და მამაცი ებრაელები. მაგრამ არა უტიფრები. არის განსხვავება იმაში, რასაც ეწოდება აზუთ მეცახი, უტიფრობა, ამპარტაუნება და ზედმეტი თავდაჯერებულობა არ არის გზა, რომლითაც გავლენას მოიპოვებ და ადამიანებზე იმოქმედებ. თუნდაც მართალი იყო. უნდა იყო მართალი, მაგრამ თავმდაბლად და არა ამპარტაუნულად. ვფიქრობ, საჭირო აუზარდოთ თაობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახლა საფრთხის ქვეშ ვართ. მამაცი ებრაელები. მამაცი ებრაელების. მსოფლიოს კამპუსებზე და ისრაელის საზღვებთან. არა თავხედურად და არა ამპარტაუნულად, არამედ თავდაჯერებულად და მტკიცედ. და გჯეროდეს ჩვენი საქმის სამართლიანობის. ვაცხადებდეთ ამას მკაფიოდ, პატივს სცემდეთ სხვებს, მაგრამ ვიცოდეთ, როგორ ვიკამათოთ და როგორ დავიცოთ ჩვენი. და ჩვენ წინაშე გამოწვევა. ჩვენ არასდროს გვერიდებოდა გამოწვევებს. Rav Dorney, ყოველთვის ასიამოვნოა თქვენი მოსმენა. დიდი მადლობა, რომ მოხვედით JNS News Hub-ში. და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. დიდი მადლობა, სტივ, რომ მასპინძლობდით JNS-ში. დიდი მადლობა.